მეგობრებო, ესეთი გასვლა უნდა გაიგეთოთ. ხა თქვენი თხოვნებიდან არის ჩემი გამწერის ერთ-ერთი თხოვნა იყო. მოხდება თუ არა ისე წლების წინ შეხვედრილ პიროვნებასთან, ვისთანაც არ ვიცი, ქონდათ ურთიერთობა თუ არ ქონდათ, უფრო მეტად ამ ადამიანმა იგულისხმა, რომ არ ქონია არაფერი, მაგრამ ну ოცნების დონეზე და ფიქრის დონეზე ჩარჩა გონებაში და გულში, რომ მოხდება თუ არა სამყაროსგან ისე, რომ შემთხვევით შეხვდებიან ისე, შეახვედრებს თუ არა სამყარო მათ ერთმანეთს შემთხვევით. მოდი ესე გავაკეთოთ გაშლა. წლების წინ შეხვედრილ პიროვნებასთან ვიზეც პერიოდულად შეიძლება ფიქრობთ და გახსენდებათ და რომ რამე გქონოდათ ამაზე გეგმებს თუ რაღაცა ფიქრებს აძლევთ ხოლმე გასაქანს თქვენ ფიქრში და გონებაში. შეგახვედრებთ თუ არა ამ ადამიანს ისევ სამყარო მოხდება თუ არა ასე და თუ შეგახვედრებთ იქნება ასეთი, მაშინ თუ მოვასწარი 2-3 სიტყვით იმასაც გეტყვით, რა მიმართულება შეიძლება მიეცეს ამ შეხვედრიდან, რა გამოვიდეს საბოლოო ჯამში. იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და გაშლებში ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად იაქტიურეთ, ჩადეთ თქვენი ენერგია, მოწონება, გაზიარება, კომენტარი, დამიწერეთ ასევე საერთო გაშლად. რა გსურთ პირადი გაშლებისთვის, რასაც გთხოვთ საერთო გაშლად, იმას ვერ გამოვიყენებ, ასე რომ პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში და გეტყვით ყველა დეტალს. თუ ეს გაშლა არ დაემთხოვა, შესავალი ვიცი რომ არ გიყვართ ბევრს ვლაპარაკობ თურმე, მაგრამ საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და ძალიან ბევრს კიდევ ნანახი არ აქვს, ამიტომ გააზიარეთ რომ სხვებმაც მიიღონ მათთვის საჭირო კითხვებზე ინფორმაცია ჩემი და თქვენი პირველ რიგში დახმარებით. ვინ ხართ თქვენ? მოდი გავიგოთ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. ვინ ხართ? რა ენერგიებში ხართ ახლა? რაც გვეტყვის სამყარო. 5-1000, 7 ჟეზლი, 7-1000. მინდა გითხრათ, რომ მეორეჯერ წერ ამ თემატიკაზე კონკრეტულად ამ ვიდეოს და პირველ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ვერ აიტვირთა რაღაც პრობლემების გამო. აქედან გამომდინარე მეორეჯერ მიწერს ამ თემის ატვირთვა და პირველივე კარტი მაშინაც ამოვიდა 7-1000. ესე იგი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ ოცნებებში და ფანტაზიებში ხართ, საერთოდ ადამიანი ხართ ფანტაზიური, მოდი ესე ვიტყვი, ძალიან ბევრს ოცნებობთ ხოლმე, შეიძლება აფირმაციები გიყვართ, რაღაცა თქვენ თავში განსაზღვრა იმისი, აი ესე როგორ არის და ესე როგორ არის. თქვენ ნახავს და თქვენ შედევრს, რასაც ხატავთ ხოლმე, აი ფიქრის დონეზე რაც გაქვთ თქვენი შეხედულება ერთგვარი თქვენი წარმოდგენა, თქვენი ნახატი, რომელიც ხშირ შემთხვევაში რეალობასთან შორს არის, მოდი ესე ვიტყოდი და ძალიან გაქვთ ადამიანებზე კარგი შეხედულება, მოდი ესე ვიტყო, უფრო ვარდისფერი სათვალეებით აღიქვავთ ცხოვრებას, უფრო იოლად ხედავთ ყველა ადამიანს და ყველა ადამიანსში პოულობთ თითქოს რაღაცა ის გასასამართლებელ საბუთს, რომ აი ვინ ცუდად მოიქცა, აი რაღაცნაირად დადებით მხარეს პოულობთ ხოლმე ადამიანებში, აი ესეთი ადამიანის ენერგეტიკა მომდის, უფრო არბილებთ სიტუაციას, უფრო ლამაზად და ვარდისფრად აღექვავთ სამყაროს რაღაცა სასჯელებს, გულის ტკივილებს, ხელის გული მეკავება და მარჯვენაა ეს ტელეფონი სარკისებურად აჩვენებს ხოლმე. ხელი არც არის პრინციპში ისეთი ოჯახური ბეჭდის ადგილია და არ ვიცი რას ნიშნავს ეს თქვენთან დაკავშირებით, შესაძლებელია მოლოდინში ხართ რომ დაინიშნებით, არ ვიცი. თუ ასეა გისურვებთ მთელი გულით თქვენი ჩაფიქრებული მიზნების განხორციელებას და სამყაროსგან ამის შანსების მოცემას. მოკლედ ესეთი ფანტაზიური ტიპაჟი ხართ, ცოტა არ იყოს ახლა. მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი გაშლა ორივეს კესთვის არის, მაგრამ რაღაცნაირად ვიღაცის წნეხის ქვეშ გრძნობთ თავს. მამაკაცებს შეიძლება ყავთ მეუღლე, რომელიც ცოტა არ იყოს ტვინის ბურღია და პერიოდულად რაღაცნაირად სტრესებში გამყოფებთ რაღაც და დაჩაგრულ სიტუაციაში აჩვენებენ კონკრეტულად ამ მამაკაცს აი ამ ქალის ბურღვისგან, ასე ვთქვათ. თუ ქალბატონი ხართ, გაქვთ ასე ვთქვათ, არ ვიცი, ზოგისთვის შეიძლება დედა იყოს, ზოგისთვის დედამთილი იყოს, ზოგისთვის მული იყოს, ვისთვის რა, შეიძლება ასევე ყავდეთ უფროსიც კი, რომელიც ემოციურად ძალიან
გთრგუნავთ, ასე ვთქვათ, რაღაცა სულ უკმაყოფილო როჟაა ტიპი, სულ რაღაცას ითხოვს თქვენგან, სულ რაღაცაში გადანაშაულებთ, სადაც გიწევთ პრობლემების თქვენ თავზე აღება, ეს სამუშაო რეჟიმი იქნება, თუ ოჯახური რეჟიმი იქნება, პასუხისგებლობები და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაძაბვა თქვენი ენერგიის, დროის, ძალის ამ საქმესთან მიმართებაში ყველაფრის, ასე ვთქვათ, მობილიზება იმისთვის, რომ აი ამ ტვინის ბურხს მაქსიმალურად აღარ კონდეს საჩიჩინო ტვინის საბურღი და პრინციპში ყველა პრობლემაზე მაღლა დადგეთ, ყველაფერს გაუმკლავდეთ. სამუშაო რეჟიმი იქნება ეს თუ კიდევ მეორე ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც პატარ-პატარა პრობლემები და დეტალები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, 6-იან შეძლით გამარჯვებას აღწევთ ყოველთვის. ყველაფერი, რასაც მოინდომებთ მთელი გულით და სულით, გამარჯვებულ რეჟიმში გაჩვენებთ სამყარო, რომ აღწევთ პრინციპში, თავარია მოინდომოთ ხოლმე, მაგრამ პრინციპში ადამიანი ხართ ძალიან მეოცნებე. აქ შეიძლება ნაწილი იყოს რომ თევზების ნიშნის წარმომადგენელი, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი, რომ ყველა თევზები იყოს ძალიან მეოცნებე და ფანტაზიური ტიპაჟი ადამიანი ბრძანდებით. თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, უყუროთ მაშინ. გექნებათ თუ არა სამყაროსგან პირველ რიგში გავიგოთ შანსი იმისი, რომ სრულიად შემთხვევით ქუჩაში, სადმე, არ ვიცი, რაღაც სიტუაციურად გადაეყაროთ იმ ადამიანს, ვიზეთ ფიქრობთ, შეიძლება ვის ნახაც და შედევრსაც თქვენ გონებაში დღემდე პერიოდულად ხატავთ ხოლმე და აი ის რომ ყოფილიყო როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება დღესდღეობით. შეიძლება ეს ფიქრები დღესაც გაქვთ ხოლმე პერიოდულ რეჟიმში. მოგცემთ თუ არა სამყარო შანსს რომ ამ ადამიანს შეხვდეთ. გავიგოთ. მოგცემთ თუ არა შანსს. თიწამი დავაზუსტოთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რაღაცა თქვენ თავს 7-იან ხმლით რაღაცა ტყუილის რეჟიმი გაქვთ, არ ვიცი, თქვენ თავს იტყუებთ რაღაც რეჟიმში, ოჯახთან დაკავშირებით მიჩვენებენ, არ ვიცი, თუ დაოჯახებული ხართ და უკვე ოჯახი გყავთ სრულიად მეუღლე, შვილები და დიდი ოჯახის პატრონი ხართ, ასე ვთქვათ, რაღაცა ამ ოჯახთან დაკავშირებით რაღაცა ან ტყუილი გაქვთ ნათქვამი, რომელზეც ბავშვურ ენერგიებში გაჩვენებენ ახლა პაჟეზლად და რაღაცა ეს არის მოქმედება, სადაც ცდილობთ რომ ეს ტყუილის რეჟიმი არ გამოაშკარავდეს და რაღაც ბავშვურ ენერგიებში ხართ. პირველ რიგში ეს რატო იყო საჭირო ეს ინფორმაცია რომ მიგიღოთ? იმიტომ რომ რაღაცა ციკლურად 10-იან მაღალი არკანი, მე-10 მაღალი არკანი ამოდის, ბედის ბორბალი. ციკლურად რაღაცა ამ პრობლემას აწყდებით თქვენ თავში, რაღაცას იტყუებით პერიოდულად, ან ვიღაცის ტყუილის რეჟიმში ხართ, მაგრამ უფრო აქ მომდის ენერგეტიკულად, უფრო მეტი წილი იქნება, რომელიც თავის თავს იტყუებს იმითი, რომ აი დრო გავა და გამოსწორდება ეს რეჟიმი. ოჯახურ კავშირზეა საუბარი, არ ვიცი, რომელიღაცის ღალატის მხარეს აჩვენებენ, რომელ მხარეს წარმოადგენთ თქვენ თვითონ უკეთესად იცით და პრინციპში აჩვენებენ იმას, რომ ბავშვის გამო მაქსიმალურად დროს ენდობით და აძლევთ, ასე ვთქვათ, სამყაროსგან ღებულობთ იმ შანსს, რომ იქნება რამე გამოსწორდეს, მაგრამ პერიოდულად აი ამ ტყუილს და ამ ღალატის რეჟიმს სულ აწყდებით ხოლმე. რატომ არის საჭირო ეს ინფორმაცია თქვენთვის? დღევანდელი თქვენი სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელსაც ცდილობთ რომ შეინარჩუნოთ, მაღალ ძალებს ალბათ სურვილი გქონდათ, რომ გცოდნოდათ ეს ინფორმაცია სრულიად ამ თემასთან ახლოს არ არის, მაგრამ რაღაცა თქვენი თავის მოტყუების რეჟიმში ხართ ტყუილთან, ღალატთან მიმართებაში. შეგახვედრებთ თუ არა იმ ადამიანს, ვიზეც ჩვენ ჩავიფიქრეთ სამყარო. შეიძლება მოხდეს თქვენი შეხვედრა სრულიად შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში. 21 მაღალი არკანი, ეს არის გლობალური კარტი, ეს არის სამყაროს კარტი, სადაც სრულიად შეიძლება სხვა ტერიტორიაზეა ეს ადამიანი და ახლოს აქედან გამომდინარე სამყარო უბრალოდ ვერ შეგახვედრებთ 2-იან ხმლით, უბრალოდ ჩაკეტილია თქვენი პირადი შეხვედრების ენერგეტიკა ახლა ამ მომენტისთვის და ამასთან დაკავშირებით გეუბნებიან, რომ ემოციურად დაბალანსდეთ და არ ინერვიულოთ, თქვენც პრინციპში მისთვის წარმოდგენილი ხართ როგორც იმპერატრი.
როეცა არ მოიწყინოთ, ყველაფერი შემდეგში კიდევ ერთხელ ნახოთ, შემახსენეთ ეს გაშლა და ვისაუბროთ ისევ